პარლამენტთან აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 პირის პროცესი 9 ივნისამდე გადაიდო. დღეს ბრალდების მოწმეებს, ექსპერტებს მოусმინეს. მათი ინფორმაციით, საკვლევად წარდგენილ ქილებში ბენზინი და საღებავები აღმოჩნდა, რომელიც აალებადია და შეუძლებელია ადამიანის დაზიანება, ასევე შენობების დაზიანება და ხანძრის გამოწვევა. გამომძიებელმა ისაუბრა ვეფხია კასრაძის დაკავების დეტალებზე. ბრალდებულმა კასრაძემ კი განაცხადა, რომ აღნიშნულ პირს ის არ დაუკავებია, რაც მოწმემ უარყო. ბრალდების მტკიცებით, ბენზინი, საღებავები, მოლოტოვის კოქტეილები და სხვა ნივთები ბრალდებულთა ბინების ჩხრეკისას ამოიღეს. დასვრის მხარე ამბობს, რომ აღნიშნული ნივთები ჩადებულია და ჩხრეკის ოქმი გაყალბებულია. ლევანე, თქვენ არბზანებულ ხართ იქ ნამდვილად, ეხლაც აი გამოჩნდა, რომ იქ ჩემი მეგობარიც იყო, თხელი მოკიდა პირდაპირ და შენ ხარ ვეფხია კასრაძე ვარ და ის ნამდვილად არ იყო და მე ვერ მიცნეს. რამე ცვაბა მაშინ მე. და თქვენი ყავით სამუშაო პირობებში. იქ აკეთებით რაღაც გარკვეულ სანემოტო სამუშაოებს. ვინც იყვნენ იქ, არავისთან არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, არანაირი კანონ გადამეტებას არ ქონია ადგილი ნამდვილად ისე რომ არაფერში მე იმათ არ ვადანაშაულებ, მაგრამ თქვენ ნამდვილად არ ბრძანდებოდით იქ, რადგან შემიძლია რომ დავადასტურო. გეუბნებით რომ ვიყავი და სხვანაირად როგორ დაგიმტკიცოთ. თქვენ რამდენჯერმე ისაუბრეთ დანიშნულებაზე და ახსენეთ, რომ სხვადასხვა სახის მოლოტოვები არსებობს, რომელიც ბოლოცაც ადნობს და ასე შემდეგ. უშუალოდ, როდესაც ეს ნივთიერება შეისწავლეთ, რა მხრივ შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, ანუ ტანკსაწინააღმდეგო იყო, მხოლოდ აალებადი იყო, რა დანიშნულების ტიპის კონსტენცია იყო. ჩვენთან კითხვა არ ყოფილა დასმული, ეგეც საკითხთან იყო მარტივად დასმული კითხვა, იყო თვალის საცხოვრებელი საშუალება. შემდეგ ამისთვის რომ რასაც თქვენ მეკითხებით ის რომ გაირკვეს, ამისთვის საჭირო არის ინსტრუმენტალური კვლევა, თითოეული სისხლის შესწავლა რას შეიცავს და რამდენი არის ტემპერატურა. ეს არის ძალიან დიდი კვლევის საგანი, რომელიც ჩვენ წინაშე არ დასმულა. ნივთიერებაზეც მაინტერესებს აი კლასიფიკაციის შემთხვევაში. თუ ჩვეულებრივად მხოლოდ ბენზინი ასხია, ნაზავის გარეშე ან სიტყვაზე არც პლასტი არ არის შიგნით არაფერი, მხოლოდ ბენზინი ასხია. ამ შემთხვევაშიც შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც მოლოტოვი. თუ კონკრეტული ნაზავი უნდა იყოს, მეტად არის. ეს გამცენ საშუალებად მაინც კლასიფიცირდება, იმიტომ რომ გაიშლება, ცეცხლი მაინც მოედდება. ეხლა რამხელა სიმხურვალე იქნება, ეს სხვა საკითხია. სიტყვაზე სპირტიც რო ეს სპირტიც ხო აალებად ნივთიერება არის? სპირტი უფრო სწრაფად აალდება და უფრო სწრაფად ამოწმობს კი ბატონო. თეორიულად სპირტით სავსე ბოთლში, ჩვენ რო ნაჭერი ჩავდოთ შუშის ბოთლში, შეიძლება ეს კლასიფიცირდეს როგორც მოლოტოვი. მაინც. ხო, ეს გამცენ საშუალება. ეს არის ძალიან თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რაც ემსახურებოდა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების დაკავებას, რატომღაც ეგონათ რომ ეს ახალგაზრდები გამოდგებოდნენ ისეთი უღირსები, რომლებიც ტყუილად ხელს დაადებდნენ დაშინების მიზნით, მაგრამ საბედნიეროდ არ აღმოჩნდნენ ეს ახალგაზრდები, ღირსეული ადამიანები აღმოჩნდნენ.